მოგესალმებით, მე ვარ თეკო შენკენი, თქვენ ისევ ჩემარხზე ხართ და დღეს თქვენთვის მაქვს ძალიან სასიამოვნო სიახლე. ამ ვიდეოს სპონსორია ბრიტანული კოსმეტიკის ბრენდი Delphi, რომლის პროდუქციაც მზადდება ესპანეთში, საფრანგეთში და იტალიაში. თუ გინდათ ნახოთ, როგორი მაკიაჟი შევქმნით დღეს Delphi-ის პროდუქციით, აუცილებლად ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. მანამდე არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა უფრო მეტად საინტერესო ვიდეოებისთვის. მაკიაჟის გაკეთებას ყოველთვის ვიწყებთ კანის მომზადებით და პირველი ეტაპი ამ შემთხვევაში ეს არის Delphi-ის თერმული წყალი, რომელიც ძალიან კარგად ატენიანებს და ამზადებს კანს შემდეგი პროდუქტისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულში სხვადასხვა. შემდეგი ეტაპი ეს არის შრატი, რომელიც შეიცავს ოქროს ნაწილაკებს და ძალიან ლამაზ ბზინვარებას მატებს კანს. რა თქმა უნდა ატენიანებს. არის გელის და ზეთის სტრუქტურის რაღაც ასე ერთგვარი ერთობლივი სტრუქტურა აქვს სავარაუდოდ. მოვიღოთ ხელზე. აი ასეთია, გამჭვირვალე, ოქროსფერი, ოქროს ნაწილაკებით და გადავანაწილოთ. ყველა მოიხედე მარიამ ჩიფსკენ. აი ეს დადგენით მოძრაობით. გადავანაწილოთ მთელ სახეზე. თვალის კრემად გამოვიყენებ პროდუქტს, რომელიც არის 2-1-ში პროდუქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუქწრეებს აუნებელყოფს და თანაც ძალიან ღრმად ატენიანებს. როგორც ხედავთ, ეს არის ატმისფერის შეფერილობის, რაც ძალიან კარგად აკენსელებს მოლურჯო და მოყავისფრო სიმუქეებს. თვალის ქვეშ უძრავ თუთოზე. ეხა მეორე. კრემს ქვია Hydra Filling Cream, რომელიც აი ასე გამოიყურება. არის ძალიან მსუყე ტექსტურის, აი ასეთი, რომელსაც ეხა გამოვიყენებ მარიამის კანზე. ამოვიღოთ ხელზე. აი ასეთი მყარი ტექსტურა აქვს. და კარგად დავამასაჟოთ კანში. ტონალურს გამოვიყენებ 10 ნომერს, რომელიც მარიამის კანისფერთან ძალიან ახლოს არის. ეს არის ნეიტრალური ფერი. მარიამსაც ნეიტრალური ფერი ცოტა ცივისკენ და მე მგონია რომ ძალიან ლამაზად დაჯდება ეს ფერი. რაც შეეხება ტონალურს, ეს არის წყალგამძლე ტონალური, რომელსაც ძალიან რბილი ტექსტურა აქვს. გადმოვიღოთ პალიტრაზე. აი ასეთი კრემოვანი ტექსტურა აქვს. და დღეს გამოვიყენებ მაკიაჟის ღრუბელს, ეგრეთ წოდებულ სპონჯს. რომ უფრო სრული დაფარვა მივიღო, იმიტომ რომ ეს არის საშუალო დაფარვის ტონალური, რომელსაც როგორც თქვენ გინდათ, ისეთ დაფარვამდე მიიღოთ. ამ შემთხვევაში მე მინდა რომ რადგან მაინც კამერაზე ვმუშაობთ, ოდნავ სრული დაფარვა გქონდეს, ამიტომ ტექნიკას შევცვლით და სპონჯის ნაცვლად გამოვიყენებ ღრუბელს. აი ეს. ღრუბელი არის ნამიანი და ცხელს უწყობს, რომ კანის ეფექტი არ დაიკარგოს და ძალიან რბილად გადანაწილდეს კანზე ტონალური. კონსილერის ფერი არის აივორი, გადმოვიტან ახლა პალიტრაზე. აი ასე. კრემოვანი ტექსტურა აქვს ამასაც. დავიწყოთ უძრავ თუთოზე დარტყმითი მოძრაობით. კონსილერიც არის
საშუალო დაფარვის, რომელიც შეგიძლიათ სრულ დაფარვამდე მიიყვანოთ. დამოკიდებულია თქვენი ხელის ტექნიკაზე, რა თქმა უნდა, და სურვილზე. ესე ამოვანათოთ თვალის ქვედა ნაწილი ცხვირის გარშემო. თუსადმე რაიმე კიდევ გვჭირდება, რომ დავფაროთ, შეგვიძლია. ასე გავხოდოთ სრულყოფილი კანი. წარდის ქვეშ ცოტა. და ახლა გადავიდეთ უკვე კონტურინგზე. გავაგრძელოთ კონტურინგის ტიკით, რომელიც არის 2 ნომერი. ერთ მხარეს არის კრემოვანი ჰაილაითერი, ასეთი ოქროსფერი და მეორე მხარეს არის კონტურის ტიკი. ასეთი. გადმოვიტან ხელზე და დავიწყებ ხელიდან მარიამის სახეზე გადატანას პროდუქტისას. დავიწყოთ შუბლიდან. ძალიან თხელია და ძალიან მარტივად ივლენდება კანში. ძალიან მოეწონება დამწყებ ჩემს კოლეგებს. მარტივი სამუშაოა ძალიან. შუბლი. ცოტა საფეთქელთან. ვიმალი. და ცოტა ყმაზე გამოვიყენებ ახლა. ვის ძვალიც გამოვკვეთოთ. კრემოვანი ბლაშის ფერი არის Kiss and Blush და ეს არის ბალმის ტექსტურის ბლაში, რომელსაც გადმოვიტან ხელზე. აი ესეთი ტექსტურა აქვს. სარტყმეთი მოძრაობით ვითავოთ. ძალიან მარტივად იშლება და თავიდან შეიძლება მუქად დაჭდეს, მაგრამ ძალიან მსუბუქი ბაშია. დავიხმარ სპონჟს. სპონჟი უფრო მსუბუქად ანაწილებს და მარტივად. დასაფიქსირებლად გამოვიყენებ პუდრს, რომელიც არის 10 ნომერი. და ეს არის მე მგონი ყველაზე ღია ფერი. მარიამისთვის გამოვიყენებ აი ამ ღია ფერს მხოლოდ. შეგიძლიათ სამივე ფერი შეურიოთ ერთმანეთს, ან რომელიმე კონკრეტული ფერი გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ღიას გამოვიყენებ. აი ესეთი განყოფილებები აქვს, და შეგიძლიათ აკონტროლოთ ეს. გადმოვიღოთ ცოტა. ესე ავიღოთ ფუნჯი, დავიწყოთ ჯერ ეს ზონაზე. ნიკაპი, ცხვირის გარშემო, შუბლის შუა ნაწილი. ახლა იგივე მეორე მხარეს და გადავიდეთ სახის პუდრზე. სახისთვის გამოვიყენებ პუდრს, რომელსაც ქვია Paradise, აი ესეთი ლამაზი შეფუთვა აქვს და შეიცავს ცოტა highlighters და შეგიძლიათ რომ აიღოთ მხოლოდ მარტი მხარე, ან აიღოთ ერთად და თუ არ მოგეწონებათ სიბზინვარე, ან არ მოგიდებათ ამდენი სიბზინვარე, შეგიძლიათ სხვა ფუნჯით გადაფერთხოთ, მე ხა ამას განახებთ. ავიღოთ ჩვენ ყველაფერი ერთად, დავფერთხოთ ფუნჯი. დარტყმეთი მოძრაობით ჯობია რომ გამოვიყენოთ, რომ არ დავაზიანოთ ქვედა ფენა, ამ შემთხვევაში დონახურის. ძალიან ბევრი სიბზინვარე არ მოყვება, ამიტომ არ შეგეშინდეთ, რადგან highlighterსაც შეიცავს ეს პუდრი.
ძალიან ლამაზ მბზინვარებას ზენს კანს. თქვენ თავადაც ნახავთ. ყუდროვანი ბლაშიც გამოვიყენოთ Paradise ხაზიდან, ასეთი ლამაზი შეფოთო აქვს ამასაც. გამოვიყენოთ ჯერ ერთი ბლაში, მერე გამოვიყენოთ მბზინავი ბლაშ ტოპერი ზევიდან და მერე ცოტა ჰაილაიტერიც. დავიწყოთ ჯერ აქედან. ძალიან ლამაზი, მსუბუქი, ატმოსფერი ბლაშია. დავატანოთ მერე მეორე მბზინავი ბლაში. თითქმის იგივე ფერია მეორე ბლაშიც. ბოლოდ სიბზინვარეს მატებს. და იგივე ფუნჯით გამოვიყენებ ცოტა ჰაილაიტერს. ყურმალის ყველაზე ზედა წერტილში. Yes. Glow effect-იც მარტივად მივიღეთ. ეხლა გავაკეთოთ მეორე მხარე იგივენაირად და გადავიდეთ წარბის მოწესრიგებაზე. წარბის ფანქრის ფერი არის taupe და ძალიან მომწონს, რომ ერთ მხარეს აქვს სავარცხნი და მეორე მხარეს ფანქარია, რა თქმა უნდა. ძალიან კომფორტული, როცა სავარცხნი აქვს წარბის ფანქარს. ძალიან წვრილია, როგორც ხედავთ. რაც ძალიან ამარტივებს პატარ-პატარა თვების ჩახატოს. ფიქსატორად გამოვიყენოთ Delphi-ის ფიქსატორი, რომელიც ძალიან კარგად ცოტას ამოვიღებ, ხელზე გადავიმაწინებ, აი ესე ჯერადი სავარცხნით და უკვე წარბზე გადავიტან მერე. მეორე. ავიღებ ლაინერს, გადმოვიტანე ცოტა ხელზე, ეს არის შავი, რა თქმა უნდა, და დავიწყოთ ახლა მარიამის თვალზე ძალიან ლამაზი მაკიაჟის გაკეთება. მარიამ პირდაპირ გაიხედა, ჯერ უნდა დავნიშნო. პატარა წერტილი მჭირდება აქ, ასეთი. შეგიძლიათ ახლა და ვიწყებ აი ასე. არა, ხო, მარიამ. მინდა რომ აქ იყოს რკალი. და დავამუშავებ. ავიღოთ პატარა pencil brush-ი, რომელსაც ძალიან ცოტა მკვეთრი წვერი აქვს და დავიწყოთ ამ ლაინერის დამუშავება და თან ფორმის მიცემა. ამ ფორმის შეცვლა არ მინდა, ამიტომ მინდა რომ ისევ ეს ფორმა დარჩეს, უბრალოდ გრადაციისთვის მჭირდება რომ აქ იყოს დამუშავებული. აი ეს. არაფერი ფერი არ შემყავს, თვითონ ლაინერით ვმუშავებ. თრილის პალიტრას გამოვიყენებ Paradise ხაზიდან, აი ამ ფერად პალიტრას და ამ პალიტრიდან ფერს, რომელიც არის აი ეს კუთხის ყავისფერი ფერი. ავიღოთ pencil brush-ი და ეს შავი გადავიყვანოთ ამ ყავისფერში. ავიღოთ იგივე ყავისფერი, ფუნჯი შევცვალე ამ შემთხვევაში, ოდნავ უფრო სქელი ფუნჯი ავიღე. ესეც pencil brush-ი არის და ვაკეთებ გრადაციას. გამოვშავებ და იმ ფორმას ვაძლევ. რა ფორმაც მე მინდა რომ კონდეს. ისეთი პალიტრა არის, რომ რაღაც მობიუთოს გაკეთება მომინდა. ამიტომ ძალიან ინსპირაციულია ჩემი აზრით ეს ფერები.
ავიღეთ ცოტა უფრო მოზრდილი ჭრილის ფუნჯი, ესეთი, ეს ჩემი ფუნჯია. ისევ წვერი ჩავყავი იგივე ყავისფერში და დავიწყე აი ამ ჭრილის გაყვანა ცხვირისკენ. აი ეს. ცოტა დავამუშავოთ. უსუბუქად იყოს. ესეთი მაკიაჟი მოითხოვს დროს, ამიტომ როცა ასეთ მაკიაჟს გაკეთებას გადაწყვეტ, უნდა გქონდეთ დრო, რომ ეთამაშოთ ფერებს, ფორმებს, გრადაციებს და ამაში. ავიღოთ მწვანე ფერი და ყავისფერი, ახლა გადავიყვანოთ მწვანეში, გავაკეთოთ ყავისფრიდან მწვანის გრადაცია. ასე. ფორმას რა თქმა უნდა აღარ შევწვლი აქ. თავი აქ გრადაცია გაგეთდეს ლამაზი. აი ეს. ავიღებ შემდეგ ფერს, აი ეს თოქვისფერი ყვითელია ცოტა, იგივე ფუნჯით, რაც გამოვიყენე მწვანეზე და მწვანეს გადავიყვან ოდნავ. ამ ყვითელს აქვს მწვანე პიგმენტიც, ისეთი ყვითელია და მგონია რომ ძალიან მოუხდება, რომ ამითი დავსრულდეს. ძალიან ოდნავ. წმინდა რომ ყველაფერი გამოვიყენო რაც პალიტრაშია. ესე დავასრულებ ამ ფერს. ავიღოთ ახლა შუა მბზინავი ფერი და ჩავსვათ აი ამ ღია ფერის ადგილას. დავიწყოთ. ფრთხილად უნდა მოვაქცეთ ამ ადგილს, იმიტომ რომ აქ სიმკვეთრე მინდა რომ იყოს შენარჩუნებული, რაც აქვს თონს. და მინდა რომ უფრო მეტად მკვეთრად დაჭდეს ჭრილი, ამიტომ ახლა გამოვიყენებ ფიქსატორს ფუნჯზე და ისე გავაგრძელებ მუშაობას. გავაგრძელოთ იგივე. ახლა ავიღებ შავ ფანქარს, ეს არის დელფის შავი ფანქარი, წყალგამძლე და გამოვიყენებ, ზემოთ აიხედე მარიამ, საცრემლე ხაზში. ავიღებ ახლა ისევ აი ამ ყავისფერს, ისევ პატარა პენსილ ბრაშს და აი ამ ყავისფერ ზედას ქვემოთ ჩამოვიტან იგივე გრადაციით. და შემდეგ მწვანესაც იგივენაირად გამოვაყოლებ ამ ყავისფერს. ახლა ავიღოთ მწვანე. მწვანეც დავიწყოთ. აი ეს. შემდეგი ეტაპი უკვე არის შავი თუში. აი ესეთი ოთხუნა ფუნჯი აქვს. და მარიამის წამწამები მივაკრათ ხელოვნურ წამწამებს, რომელიც დავა. გამოვიყენებ კარამელის ფერ, ტუჩსაცხს და კონტურს. ესეც რა თქმა უნდა არის დელფი. დავიწყოთ ტუჩის მოხატვა.
გლოს გამოვიყენებ Delphi-s გლოს, რომელსაც ქვია მოგვა. მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი გვერდის გამოწერა.